მოგესალმებით, დღეს გამოვედით გარეთ, რათა გავიგოთ თუ რას ფიქრობს ხალხი, საზოგადოება დღევანდელ მთავრობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებასთან დაკავშირებით და მათთან გვექნება შემდეგი სახის კითხვა. ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ თქმას და რატომ? და მე მგონი მზად ვართ მოვისმინოთ ხალხის აზრი, მაშასე დავიწყოთ. სანაცვლოდ მოკლედ, მოგესალმებით, აი ესეთი კითხვა მაქვს, ხვალ რომ იყოს არჩევნები, რომელ პარტიას შემოხაზავდით და რატომ? I have one question only, and that's it, okay? Okay. I have one question, so what do you think about Georgian Dream Party, and what do you think about nation who fighting in the street? Fighting? Yeah, fighting on the street with Georgian Dream. I didn't get you. I didn't get you. What is a party? Is a party something about parties? Yeah. We have the same problem in Turkey also. We are in Turkey. We have also a big government problem because our president is 25 years in our country, and we are boring about it. It's in other countries 6 times was elected. New people is coming, but our president is stayed 25 years in our position, and we don't like him. Actually, we artist people don't like him much, most of the people. And in Georgia, something new can open the ways. So. Okay. Thank you very much. Thank you. გამარჯობა, შეიძლება რამოდენიმე კითხვა რო დაგისვათ? აი, ახალგაზრდები ხართ, თქვენი აზრის გვაინტერესებს. სულ პოლიტიკოსებს ხარ ჩავწერა რა. ხო და ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ანუ ხვალ რო დაინიშნოს უკვე არჩევნები რა. აი, რომელ პარტიას მისცემთ თქმას და რატომ? უბრალოდ თქვენი აზრი რო დააფიქსიროთ. თქვენ. რა თქმა უნდა, ხოლმე ერთ ნომერს მიმაქფას არ მივჩევდი. იმიტომ რომ არიან ღირსები ეგენი და ისეთ მას მისვებდი ხმას, ვინც წამოწდა პლანზე ყველაფერს, ანუ კარგად იქებოდა. ეხლა გოშორთ ეგრე არა. ანუ ვიხდით ხო რაღაც საუბრო. თქვენი სახელი როგორია? მარიამ დოლიძე. ლომიძე. მარიამ ლომიძე. დიდი მადლობა. გაიხარ. Turkish. Okay. What თუ შეიძლება? I don't speak Georgian. Georgian, we can talk in English? Okay, I have number one question, and that's it. Okay, what do you think about Georgian Dream Party, and what do you think about demonstration who lives in Rustaveli Avenue? Oh, I don't know. As a foreigner, I don't think that I have an opinion about politics here. Okay, your last name and first name, please. Dmitry. Okay, thank you. Thank you. Bye. Let me walk around. Видите, нахуй, блядь. გამარჯობა. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ, ერთადერთი და წავალთ. ანუ YouTuber-ი ვარ, საკუთარი პოდკასტი მაქვს და ვაგროვებ პატარა მასალებს, რომელსაც დავდებ შემდეგ როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე რა. დღეს გადავწყვიტე გამეკეთებინა ქუჩის გამოკითხვა თემაზე და დავიწყოთ. ასეთი კითხვა მაქვს მომზადებული და ყველანაირი აზრი მინდა ასე ვთქვათ, გაიგოს ხალხმა. ცუდიც, კარგის უარყოფითის. ანუ ცუდი, კარგი, ნეიტრალური. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ კითხვასთან დაკავშირებით. ხვალ რომ მაგალითად არჩევნები იყოს. რომელ პარტიას მისცემთ ხმას და რატომ? არც ერთს. ამას გადავწყვეტ. მოიწიე ცოტა ახლა, ხო არ გავწიმა ამას. ანუ არც ერთს. და თქვენ როგორ ფიქრობთ და ერთი კითხვაც, იმიტომ რომ ამ პასუხმა გამიჩინა ეს კითხვა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? კი. ძალიან დიდი მადლობა. ანუ ხვალ რომ მაგალითად არჩევნები დაინიშნოს, რომელ პარტიას მისცემთ თქმას და რატომ? ზოგადად საერთოდ არ მონაწილეობ ასეთ რაღაცაში. ანუ არჩევნებში არასოდეს არ მიგიღია თქვენ? მიღია, მაგრამ არ მონაწილეობ ამჟამად საერთოდ. კარგი, დიდი მადლობა. ბედნიერი საღამო. აი ხა. მოკლედ ასე მინდა დავიწყო
გაგესმობით, მე ვარ კონსტანტინე ჯაფარიძე, იუთუბერი. ასევე გადაცემა პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად წამყვანი და პროდიუსერი და ვაკეთებ ქუჩის გამოკითხვას დღეს შემდეგ თემაზე. ეს თემა არის ამ თემას აქვს ასეთი კითხვით გამოვედი დღეს. აი ხვალ რომ დაინიშნოს არჩევნები. რომელ პარტიას მისცემდით ხმას? და რატომ? იოლი კითხვა, მარტივი. უბრალოდ თქვენი ყველანაირი აზრის გაგება გვინდა. ესე იგი, არჩევნები რომ იყოს ხვალ, მაინც ოცნებას მისცემენ ხმას. მე მრავლობითში არ ოცნება გაიმარჯვებს. ოცნება გაიმარჯვებს 100%-იანია. ჩემი აზრი ასეთია. იმიტომ რომ მეორე ალტერნატივა არ არსებობს. და თქვენი აზრით აი კითხვა პასუხმა დამიბადა ერთი ესეთი შეკითხვა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ისტორია. თქვენს გისწავლია სკოლაში ისტორია. მეც ჩემ ოპერატორსაც და ყველამ ვიცით, ყველა ჩერდებით ერთ აზრზე. და პირადად თქვენი აზრიც მაინტერესებს, რახან გეკითხებით? ეს კი მაინტერესებს თქვენი აზრი რა. თქვენი აზრით არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? იცი რაც გეტყვი შვილო? ეხლა უცებ რომ გადავწყვიტოთ მტერი რაღაც არ ამგონია თუ რაღაც არ ჟღერს კარგად. უნდა მოფერება, უნდა დიალოგი, უნდა მისვლა, უნდა ხალხი ადრე თუ ვიყავით კარგად. ეხლა რა დაგვემართა? არ შეიძლება ასე ხელის კრა, დიდი ქვეყანაა და ამიტომ მოფერება უნდა რუსეთს. მე მგონია რომ ევროპას კარგია, მაგრამ რუსეთი სულ სხვა არის. ურთიერთობა, ვაჭრობა, ბაზარი, მისვლა, მოსვლა. ადრე ხო კარგად ვიყავით ერთმანეთთან, ეხლა ჩემი პლიადის ხალხი მე უკვე მერვე ათეული დავიწყე კაცმა ისეთი კაცი ვარ და მე თელი ჩემი ცხოვრება გატარებული მაქვს უკრაინაში და რუსეთში, მაგრამ კლად არ შეიძლება რომ ხელი ვკრათ. საჭიროა ის როგორც მეზობელი, როგორც ჩვენი ახლოისა და არ შეიძლება მე მგონია ასე აჯობებს. მე მოგიყვანთ მე პირადად ერთ ფაქტს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა. ეს იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, გახმაურებული ფაქტი, რომელსაც მსოფლიო აკვირდებოდა. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და დიახ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შორის შეხვედრა. ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც მოქმედებს უკრაინის რესპუბლიკაში, ასე ვთქვათ, უკრაინაში, ხო? და პუტინის სიტყვები გავრცელდა, რომ კი, დიახ, მე შევწყვეტ ცეცხლს. რა, ერთი კვირა იყო დანიშნული რა, ერთი კვირა ცეცხლი არ უნდა ყოფილიყო, რომ შემდეგ გაგრძელებულიყო რაღაც მოლაპარაკებები რა, უკვე შიდა სამზარეულოში რა, მაღალ ოფიციალურ პირებთან რა და. როგორც ხედავთ, მეორე დღიდან ისევ დაიწყო რუსეთმა შეტევა. კი, და როგორც ხედავთ, პუტინის სიტყვის კაცი არ არის და როგორ შეიძლება მასთან საერთოდ მოლაპარაკება მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ როდესაც თქვენს აი მაგალითად ხო მე სიტყვაზე მეგობარს თხოვე რაღაცა. კი ბატონო. რომ არ გამივრცელო რაღაცა ჩვენში დარჩეს და იმან მაინც გაგივრცელოთ. ეგეთი ამბავია. ეხლა რა არის შვილო იცი? ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი, ეს არის ბომბერაძე კაცი, ხო იცი? მთელ მსოფლიოს აზანზარებს. მაგრამ რუსეთს არ უნდა რომ გაიგე მაგას რომ ვითომ მაგის სიტყვა რომ გაიყვანოს. ამას არ ემორჩილება პუტინი. პუტინი სულ სხვა კაცია უკვე. პუტინი უკვე თავის ფულებს ინახავს შვილო. მაგას ყარაულობს, მაგას ეპოტინება რომ რაღაცა რო არ მოხდეს რაღაცა და ვითომ ხო ხედავ ერთი კვირა იმას აქნეს და მეორე დღეს დაუწყო ისევ დარტყმა იმას უკრაინას. მაშინ და გატყდა უკვე სიტყვა. სიტყვის პატრონი არ ყოფილა. მაშინ ის შეკითხვა რა უნდა გავაკეთოთ და ასეთი კაცი უნდა მოიშოროთ თავიდან. ჩემი აზრი ასეთია. თქვენ რომ მაგალითად ახლა დაუშვათ მუშაობდეთ რუსეთის მთავრობაში. კი ბატონო. და წარმოადგენდით რაღაც მაღალ პოსტს, ასე ვთქვათ. ან პუტინის მრჩეველი იყო თან რაღაცა. აი დაუშვათ ხართ პუტინის მრჩეველი. რას ურჩევდით პუტინს აი ამ შემთხვევაში? პუტინს იმას ურჩევდი რომ დროა გადადგეს და დაუთმოს ახალგაზრდობას ეს ადგილი და მიხედავენ ერთმანეთს. აი ეს არის ჩემი აზრი. და ბოლო კითხვა ჩემგან, ცოტა გაგვიძელდა საუბარი. კი ბატონო. მაგრამ პასუხებმა კითხვებიც გააჩინა მეთანხმებით. ამ შემთხვევაში თქვენ თქვით, რომ პუტინს ამას ურჩევდიო. კი ბატონო. აი საქართველოს ვარიანტში, ქართული მთავრობის ვარიანტში, ანუ რომ ვინც არის დღეს, ასე ვთქვათ, პოზიციაში,
გულისხმობ ქართულ ოცნებას და შალვა ბაბუაშვილს და ასევე ყაველაშვილს რა რჩევას მისცემდით აი ამ შემთხვევაში ყაველაშვილს თუნდაც რა აი ხედავთ ამდენი ხანია უკვე პროტესტი მიდის გარკვეულ თემებზე რა ვიცი ყაველაშვილი ჯერ არ არის კიდე ისეთი პრეზიდენტი რომ რაღაც ყველაფერში რო იყოს გარკვეული და ყველაფერში დიდი ხანი უნდა მაგე რო გაერკვიოს ცოტა იმაში რა ქვია ეგ სულ სხვა პროფესიის კაცია და პოლიტიკა სულ სხვა არის არა ახლა განაცვლიდი პიროვნება არის და რაღაცა მე იმას კი არ ვამბობ მაგრამ რა ვიცი აბა როგორ გითხრათ ახლა ცოტა უჭირს და ჩვენ ნახეთ კიდევ რამოდენი ძალიან ბევრი კადრი მეც გავავრცელე მოსკოვიდან გამომიგზავნა ჟურნალისტმა ერთ-ერთმა კადრი რომელიც მაღალ ტელევიზიაში მუშაობს იქ და არ დავაკონკრეტებ ახლა მაგრამ გამომიგზავნა კადრი სადაც ფარულად მინდის ჩაწერა სპეცრაზმელების გარემოცვაში და ეუბნება ოპერატორი რომ ჟურნალისტი რომ ანუ თქვენი აზრი დააფიქსირეთ რა აზრიც არ უნდა იყოს ნუ ყველამ ნახა ეს კადრი იმიტომ რომ უკვე 5000-ობით ნახა დააგროვა ჩემ პროფილზე ამ ვიდეომ და ყველა წერს ერთი და იგივეს რომ საქართველოშიც მალე მოხდება მსგავსი რამ და უკვე დაწყებულიც არის რამოდენი ადამიანმა დაიწყო ერთი ხმა მოიღო ანუ თარგმანიც იდო იქ რომ ასეთი მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ზუსტი აზრი გაინტერესებთო და კი ბატონო ვიტყვიოთ აი ხა მარტო один слово ეწერა я хочу один слово для тебя აი ეს მინდო აი один слово ეწერა ამის გამო დამიჭერენო და ჟურნალისტი ეუბნება თქვენ უკვე გიჭერენო მივარდა 10-ობით სპეცრაზმელი და ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს ასევე ასეთი შემთხვევა 5 წუთიანი ვიდეოა სადაც 5 წუთის განმავლობაში ორი ადამიანი დააკავეს ზუსტად აი ამ ერთი სიტყვის გამო რომ ეს სიტყვა იყო დიახ ვიტყვი და აი ამ სიტყვის გამო დააკავეს ხმის ამოღების გამო როგორც ხედავთ საქართველოშიც უკვე ქართულმა მილიციამ ასე ვიტყვი დაიწყო უკვე მსგავსი აქტივობები და ეს ცოტა ხანი არა რაც გრძელდება ეს უკვე დიდი ხანია დაიწყეს მაგრამ ეხლა უფრო მოუძლავდეს თქვენ რა ასეთყოდით ქართულ პოლიციელებს იცი რა არის შვილო პოლიცია ემსახურება ხალხს ემსახურებოდა ადრე მაგრამ ეხლა უკვე მიკერძოება სააქ ადგილი და მე მგონი ეს არ უნდა იყოს თქვენ დამეთანხმებით პოლიცია მიშას დროს ემსახურებოდა არ უნდა შეელახოს თავისი მუნდირი ასე ვთქვათ და ამაზე ორი ეთაზზე ვართ თქვენც და მეც მიშას დროს ნაციონალური მოძრაობის დროს და მიშას სათავეში ყოფნის დროს ძალიან ბევრი კადრი გვახსოვს მაგალითად 2008 წელს რუსებს რო ქართულმა პოლიციამ რო ერგნეთან რო გადაუღობა მანქანებით გზა და ტანკებს არ ატარებდნენ რო არ დაებომბათ გორი და ახლომდებარე სოფლები პოლიცია გადაუდგა პოლიციის პიკაპები და რამდენიმე იყო ვიდეოც გავრცელდა ეს რუსთავიორის სიუჟეტში გავიდა 2006 წელს თუ 7 წელს სანამ ნოემბერი იქნებოდა 2007 წლის რომ ქალმა თვითმკვლელობასა და გადახტა მტკვარში თქვენც იცით და ერთი პოლიციელი მეწყვილესთან ერთად მივიდა და დაუფიქრებლად გადახტა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა ეს ადამიანი ეს ქალი დღემდე ცოცხალია და ის პოლიციელი ასე ვთქვათ დინარეში შეეწირა სიცოცხლეს ტყვარში შეეწირა სიცოცხლეს და ეს რატომ მოყვევი მიშას დროს უფრო თავიდან ბოლომდე ხალხს ემსახურებოდა მიშა იჭერდა ყველას ვინც დასაჭერი იყო კი და ვინც არ იყო დასაჭერი ხელს არ კიდებდა მე რატო ვარ გარეთ ჩემი ოპერატორი რატოა გარეთ რატო არ დაგვიჭირეს მიშას დროს ის მოვაკითხვა იმიტომ რომ ჩვენ არ ვაშავებდით არაფერს არც კრიმინალები ვიყავით და არც აპატიეთ ასე ვთქვათ პერო გაყრილი კრაკში ამ სიტყვებს ცენზურას დავადებ ხო და დღეს ხედავთ რომ ყოველ მეორე ადამიანს იჭერენ და არაფრის გამო აგერ რამოდენიმე დღის წინ ტაშის გამო ადამიანს 48 საათი გაატარებინეს საპრობილეში მინდა ვთქვა და მსგავსი მარტო ეს ერთი ძალიან ბევრი შემთხვევაა რომ ხალხი რა არის და პოლიციის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული გომელაურით დამთავრებული ვიცი ამ სიუჟეტის მერე შეიძლება მომადგეს პოლიცია სახში მაგრამ არ მაინტერესებს ყველა უნდა ვთქვა ჩემი სიტყვა იმიტომ რომ მე ჩემი აზრი მაქვს და აზრის გამოხატვის უფლება მაქვს მეც თქვენს და ჩემ ოპერატორსაც და ჩემ მეგობრებსაც
და დღეს არის ისე, რომ ქართული პოლიცია, ქართული შინაგან საქმეთა სამინისტრო ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ადამიანი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ შემაზრზე ხართ, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადამიანები გვეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის და იმიტომ რომ ემხელა ზეწოლა აქვს შვილო ზეიდან. ივანიშვილი გავლენიანი კაცია, ივანიშვილი პატარა კაცი ხო არ არის, რამხელა მილიარდერს ფლობს და ხალხი მშიერი დადის. აბა როგორ შეიძლება ეს ეხლა მაგის გავლენა და ხალხს ერთი სიტყვის ამოღების უფლება არ აქვს, ესეთი რაღაცა შეიძლება? როგორ შეიძლება ესა? ეხლა მაგალითად თქვენს რო შეუერთდეთ რუსთავოზე აქციას და თქვენს მაგალითად დააფიქსიროთ, ან ცადოთ თქვენ აზრის დაფიქსირება, შესაძლოა რომ იმავე საღამოს უკვე გადაგიყვანონ კაპეზეზე. იმიტომ რომ ასეთი დავალება აქვთ. ყველას თავის აზრი აქვს შვილო. გამოხატვის უფლება ყველას აქვს ისა რომ თავის აზრი თქვას. ამის ის რამდენი არავინ არ არის და არც მე მგონი არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ასაკი და სახელი და მე ვარ 71 წლის ჭანტურია რომანი, დაბადებული თბილისში, გაზდილი და აქ ვარ დღეს და ვემსახურები ხალხს. პენსიონერი ვარ. და აი პენსიონერი, კაი კითხვა, რამდენი გაქვთ პენსია რო ვიცოდე? და ბევრი. იმიტომ რომ აი პასუხის შემთხვევაში უკვე სხვა თემას გავაკეთებ. 440 ლარი. 440 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ოტონო რომან. ბედნიერ საღამოს გისურვებთ და ცოტა კი გაგვიძელდა საუბარი, მაგრამ თავარია რომ აზრი დააფიქსირეთ. გისურვებთ წარმატებებს და შველებოდეს შვილ ამ ქვეყანას. მეტი თქვენ ახალგაზრდები თუ დაადგამთ ამ ქვეყანას, თორე მე ათი დამცველი კაცი ვარ იქეთ და მე ჩემი ცხოვრება ასე თუ ისე დავამთავრე. და თქვენი ახალგაზრდობის იმედი მაქვს, როგორც ჩემი შვილები, როგორც ისა სააღი გონება შვილო, სააღი გონება. შენ რაკი ბანკის მართველი ხარ, იმის უფლება კი არა გაქვს, რომ რაც ბანკშია სულ ყველაფერი შეჭამო. რა მშიერ ხალხს მიხედე ცოტა. მიხედე, მოუმატე პენსიები, გავუდიდე ხელფასები, მუშაობ, მე შვილო ეხლა აქ დგევარ 2 დღე მუშაობ. 7 სულ პიროვნებას ვარჩენ მე სახში, 7. ყარაულად მუშაობ კიდე. 750 ლარი მაქვს იქიდან. 750 ლარი შვილო, როგორ ყოფნით რამეში ან მედიკამენტებში ან საჭმელში? არ ხარფერში არ ყოფნი შვილო. პატარა გვყავს ეხლა ერთი, პატარა შეგვეძინა მეშვიდე პიროვნება. 3 დღეში ერთხელ უნდა 30 ლარის ისა პატარა პაჭკის საწყვეტი. აბა, ცხოვრება შვილო ესა. ხო უნდა კონდეს ხალხს საშუალება ცოტა რაღაც მიახლოებული პენსია და ხელფასი ხო უნდა კონდეს. ამიტომ მეტი მე არაფერი შვილო. თქვენ ახალგაზრდობას გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას, სტორი გზა აქვს, სტორის საღი აზრი შვილო და უნდა ომი და ბრძოლა და სიკვდილიანობა და ეგეთი რაღაცა არ უნდა იყოს შვილო. ეს ქვეყანა იმხელა, ეს მიწა ყველას ეყოფა. ყველას ეყოფა შვილო. ომით არაფერი არ გამოვა. გაგიგიათ ალბათ. სიძულვილი შობს სიძულვილს, ბოროტება კი ბოროტებას. ბოროტებას, კი ბატონო შვილო, ასეა. კიდე დაახლოება, კიდე შერიგება, კიდე ის მეტი აქვს ეხლა. საქართველოში რო შემოვიდეს ვიღაცა სხვა და რო გითხრათ თქვენ ასე და ჩვენ გავიყვანთ უკვე ქვეყანასო, ეს იქნება ქართული ხალხის სირცხვილი შვილო. ქართულ ხალხს იმდენი გენიოსები ყავს გაზრდილი, ქართულ ხალხს იმდენი გენიოსები ყავს გაზრდილი და ჩვენს უკან რა ვთქვათ, ნებისმიერი. და ზოგი უმეტესობა ჩრდილშიც არის. ხო, ჩრდილშიც არის და რა იმაშვებიან. აი ამ ხელა ხალხს ვინ უნდა გვასწავლოს ჩვენ ჭკუა? ვინ უნდა გვასწავლოს შუა ჩვენ? ვინ უნდა გვასწავლოს კულტურა? ვინ უნდა გვასწავლოს სუფრა? ეს აკადემიაა შვილო, ეს დიდი სუფრა, ეს არის აკადემია. ეს ქართული ხალხს აქვს მარტო მეტი არაფერი, ცეკვა, სიმღერა, ვის აქვს? მითხარი აი. და ამიტომ თქვენ უნდა დაждეთ შვილო მაგიდაზე. და ყოველთვის უნდა სააღი გონებით უნდა გადაწყვიტოთ ეს ყველაფერი ერთად მეტი სხვა ვერ გაგიწყვიტავთ ამას თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ შვილო ეხლა შენ რომ მითხარი მე მომადგებიანო რაღაც რატო უნდა მოგადგენ რა შენ ეძებ რაღაცა შენ რო რაღაც ეს არ უნდა იყოს ასე შვილო არ უნდა მე მგონი არ უნდა იმიტომ უნდა მომადგნენ რომ მე ჩემას ვაფიქსირებ ეს არის მეტი არაფერი რატო უნდა იყოს არა მაგალითად ცუდი რამე
არაფერი შვილი. და თუ მომადგნენ გარანტიას ვიძლევი რომ მეწავალ ციხეში, იმიტომ რომ დღეს სასამართლო ეკუთვნის მთლიანად მუროსის ჩინჩალაძის კლანს და არის ეს სასამართლო მთლიანად ივანიშვილის მფლობელობაში და ხელთ. ეგ არის. აი ამიტომ წავალ ციხეში. ეგ არის შვილი. და ეს არ იქნება 1 თვე ან 2 თვე, ეს იქნება 4-დან 7 წლამდე. არა უშავს, არაფერი არ იქნება, მაგრამ თქვენი იცით შვილო, თქვენი იცით. თქვენია ქვეყანა უკვე, ჩვენ წარმავლები ვარ და ისა და თქვენ ახალგაზრდობამ უნდა შექმნათ ისეთი ცხოვრება და ისეთი ისა, იმ ხალხსაც უნდა გააგებინოთ. რა გონი ახლა შენ? არიან ეს იურისტები და ეს. შენ ხარ გონი ეგ არ არიან ადამიანები? იქ ძალიან შეგნებული ხალხია, ძალიან წვიანი ხალხია, მაგრამ ზეწოლა, ზევიდა რომ მიდი შვილო, მე რეიზოლებული ხარ, სამსახურს დაკარგავს, მაგასაც რუკმაპური ოჯახი ყავს, მაგასაც ისა და რო დავალე მე ზოგი ქირით არის. ზოგი ქირით არის და იძულებულია რაღაცა გააკეთოს შვილო, რა სამსახურის დაკარგვას რაღაც ხო უნდა მისცეს რეაგირება რაღაცას. ამიტომ შვილო, მეტი არაფერი რა, იურისტები რო არის განსხვავებული ხალხია თუ რა. მეტი არაფერი შვილო. აი ეს არის. მე მაგალითად ბიზაშვილი იურისტი მყავდა, იურისტი მყავდა, მეორე, მესამე, რა ვიცი, მე ექიმები და იურისტების ოჯახში ვარ გაზრდილი. ისე ეხა ხუმრობით ვიტყვი რომ ერთი ავლება არა რა ვიცი საქართველოს ჭირდება კი. ავლებ ზურაბიშვილი იყო ბრწყინვალე კაცი. აბსოლუტურად რატო ამკვდარი? აუ, ზურაბიშვილი არის ოთხე კაი. კარგით ბატონო რომან. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. კარგად იყავი შვილი.